2026 წლის 3 ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის რიგარეშე შუალედური არჩევნები ჩატარდება. მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა სოფელ კასრიწყლის მოსახლეობას მოუწევს. არჩევნების დანიშვნის მიზეზი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ადამ მოზაიძისთვის უფლებამოსილების ვადაზიადრე შეწყვეტა გახდა. დეპუტატი მარტში სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა გამოძიების ინფორმაციით მან სხვა პირის დახმარებით სოფელ კასრისწყალში საკარანტინე სივრცის მოსაწყობად მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამი აიღო. 2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის 4 საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთლელი აპარატები, ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ამ დროისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 2201-ია. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც შუალედური არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, ასევე დღეიდან ამოქმედა წინასაარჩევნო კამპანიის, აგიტაციის, წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს. საარჩევნო პროცესის თითეული ეტაპი განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად და ყურადღება მიაქციონ დადგენილ ვადებს.